ჩვენ გავეცანით იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდა. აუცილებელია დაზუსტებით ცოდნა იმისა, რომ ეს განცხადება ნამდვილად დათაახალ არ ეკუთვნის. ეს ცოდნა ზუსტი იქნება მაშინ, თუ ეს ადამიანი ჩამოვა საქართველოში და შესაბამის ჩვენებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ის ფაქტები, რომელიც მის განცხადებაში არის, სავარაუდოდ მის განცხადებაში არის მოყვანილი, აქ სამ თემაზეა ლაპარაკი: ლაფანყურის ოპერაციაზე, ციხის კადრების შექმნაზე და მის საზღვარგარეთ გატანაზე, ასევე იალღუჯაზე, ჯარისკაცების მიმართ არა ადამიანურ მოპყრობაზე. მოკლედ, თუ ის ასეთ ჩვენებას მისცემს, ბუნებრივია ჩვენ ამ ჩვენების მიხედვით მოვახდენთ მის გადამოწმებას დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. ლაფანყურის თემას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და იქ მრავალი პირის დაკითხვა მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის შალვა ჯანაშვილის დაკითხვაც განხორციელდა და სხვა პირებისაც. ამის თქმა შემიძლია მოვახერ, ხონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს. ეს არის წმინდად სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. ჩვენ არ ვახორციელებთ და არ განვახორციელებთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ შეფასებას მომხდარის. არ შევეხებით თემას მიზანშეწონილობის შესახებ რაღაც ამა თუ იმ საომარი თუ სამხედრო ოპერაციის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ერთი კონკრეტული და ვიწრო მოცემულობა დავადგინოთ იმ კონფლიქტის დროს ჰქონდა თუ არა ომის დანაშაულს ადგილი და თუ ჰქონდა, მაშინ ვინ ჩაიდინა ის განურჩევლად მისი ეროვნებისა. ვინ უნდა იქნეს დაკითხული ამასთან დაკავშირებით წინასწარ არავითარი განსაზღვრულობა არ არის, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯგუფი შეიქმნება, საგამოძიებო გეგმა ჩამოყალიბდება, განისაზღვრება საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის გამოძიების კვალობაზე იმ პირთა დაკითხვის აუცილებლობა, ვინც თემასთან არის შემხებლობაში. ძალიან ზოგადი ლოგიკით აქ შესაძლებელია, რომ მოხდეს ან გათვალისწინებული იქნეს მათ შორის პრეზიდენტის დაკითხვაც. კრიმინალის გაზრდას რაც შეეხება, რადონით ეს სხვა საკითხია, მაგრამ გარკვეული დოზით მას თავისი ობიექტური წანამძღვარი გააჩნია. იცით, ფართედ გავრცელებული ამინისტია, გამოყენებული უпростоრად, ეს ერთ-ერთი მიზეზია. მეორე ის, რომ ჩვენ ვაცხადებთ ლიბერალურ სისხლისამართლებრივ პოლიტიკას, განსხვავებით წინა პოლიტიკისაგან, ესეც შეიძლება განვიხილოთ ერთგვარ საზრდოთ კრიმინალის გაზრდის, ასევე გარკვეული დაპირისპირება, რომელიც სასამართლო ხელისუფლებასთან არსებობდა, რომელიც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას შეეხებოდა. მოკლედ, ეს ის ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება ობიექტურად მისცა ბიძგი კრიმინოგენური ვითარების შედარებით გაუარესებას. მაგრამ ვიმეორებთ, რომ ეს გაუარესება, თუ კი ასეთი არის დასაშვები ზღვარისა და ლოგიკის ფარგლებში. მე მithქვამს და ეხლაც გავამეორებ, რომ დაუშვათ 1 წლის წინ თუ 2 წლის წინ მართლაც ხელისუფლება ამაყობდა იმითი, რომ როგორი უსაფრთხო ქალაქია თბილისი, შეიძლება ავტომანქანა დაუკეტავი დატოვო და არ ხდება, ასე ვთქვათ, რიგი დანაშაულებისა და ამით ევროპის ქალაქებს აღვემატებით. მაგრამ რის ხარჯზე ხდებოდა ეს, ხო? რა ედო მას საფუძვლად? საფუძვლად ედო პოლიციური რეჟიმი, საფუძვლად ედო სასამართლოს არარსებობა და საფუძვლად ედო ის, რომ დამნაშავე იყავი თუ უდანაშაულო, ყველა ერთიანად და თანაბრად, თუ კი აღმოჩნდებოდა სამიზნეში, იყო მსხვერპლი. ამაზე ვთქვით უარი, რომ აი ამის ხარჯზე ეს არ უნდა ხდებოდეს და ჩვეულებრივი ლიბერალური სამართლებრივი პოლიტიკის პირობებში ბუნებრივია, რომ რაღაცა მარჟა ამ შემთხვევაში კრიმინოგენურობისა გაზრდილი იქნება და თბილისი ვერ იქნება თავისი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების პირობებით ნაკლებად კრიმინოგენური, ვიდრე გერმანიის რომელიმე ქალაქი ან ევროპის სხვა ქვეყნის რომელიმე ქალაქი. მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათი ათენებს და აღამებს იმისათვის, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა იყოს დასტაბილურებული, შემცირებული და ჩვენ ძალიან კარგად ვართ ამ შემთხვევაში, აი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დამოკიდებულება არის სრულ ჰარმონიაში იმ მხრივ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იგრძნონ
თქვათ, აი ამინისტიის გამო მიღებული სიკეთის ნეგატიური მხარე იმაზე მეტად, ვიდრე ეს ლოგიკაში ჯდება.